გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიწყებთ მოგზაურობას ათენის ბაღიდან, სადაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. რამდენი კუები არიან? აი თუთი ყუშებს ბუდეები აქვს გაკეთებული ხეებზე. პირველად ნახე ამნაირი რაღაც. ნახავთ ათენის საპატიო დაცვის შეცვლას. სადაც თითეული ნაბიჯი ნამდვილი ცერემონიალია. ავად ლიკავიტოზე, საიდანაც მთელი ათენი ხელის გულივით ჩანს. ბერძნებისგანაც მაგონდა წამიკითხია. თუ აქ თავში ყდენ მგლები ოდესღაც. ლიკოს ნიშნავს მგელს. ხა რომელსაც გროვდებოდნენ მგლები. და რა თქმა უნდა აკროპოლი, ადგილი, სადაც ათენმა თავისი ისტორია დაწერა. დღესდღეობით აკროპოლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მოდი ახლა წავიდეთ და ერთად ვიმოგზავროთ ამ საოცარ ადგილებზე. გაუმარჯოს კაი ხალხს. დღეს უნდა გავისეირნოთ ათენში და უნდა დავათვალიეროთ ათენის ღირსშესანიშნაობები. სანამავდროულად რამე კუნძულის ტურს ვიყიდით და ნენელა თქვენთან ერთად გავარკვევთ რა ხდება, როგორ ხდება, რა სად არის. მაგრამ აქ, აი შეხედეთ, ლიბერთი ბანკი, ბილეთი, ჯავშანი, ექსკურსიები, პატარა საქართველო არის. აი გავარკვევთ ყველაფერი, ორი ტური არის, 75 ევრო ღირს კაცი. აი ეს ტური ორი კუნძულია, აი აგისტია და იგინაზე მეტი ხარ კუნძულებს შორის გაჩერება უწევს, გაჩერდები, კოქტეილები, ხვაში ბანაობა და ამოხვალ და მე მეორე კუნძულზე წახვალ. აი ამ ტურში არის შიდრა, პოროსი და ეგინა. ესეც კარგი არის, ყვება შედის ამ ტურში. და როგორც გითხრენ, რაღაც ტრადიციული ცეკვები იქნება. რავი, ჩემი აზრით, აქ წავიდეთ ჯობია. შენ რას ფიქრობ? კარგი, წავედით ახლა ათენში, რაც არის სანახავი ისენი ვნახოთ და კუნძულების ვიდეოს ცალკე გავწერ და ცალკე განახებ. რა ხდება? სად ვართ ახლა? ცენტრია. წავიდეთ ახლა ჯერ სადმე რამე ვწამოთ და მერე ან აკროპოლზე წავიდეთ, ან ლიკავიტზე, ან სადმე წავიდეთ. ყურები რითი არის? ხო. და დიახი მეცა. უცებ დასახემსებლად ვიყიდეთ რაღაცეები. სასტრაფიკების ობიექტი გრიგორი. ანუ ხო არ დავჭიდეთ აგერ. პატარა ვრაპი არის, აი ესე გამოიყურება. გაღირდა. ეს უნდა იყოს ხათმით წესი. ნავსუნი არაფერს არ აქვს. გავსინჯოთ ახლა რა გააკეთა გრიგორიმ. ბალახებზე და კიტრზე მევიდა პირველი კვეჭა. ჯერ. ბევრი ბალახები აქვს, კომბოსტო, პომიდორი და ქათამისა და ძალიან ცოტა ქათამი აქვს. და საწებელი აქვს რაღაც უცნაური. ცივი საჭმელია, რაღაც სალათასავი საჭმელია რა. ეხლა უცებ შევჭამ და წევიდეთ სხვაგან. ბაქანა ორი მზია, რაღაცნაირი ახუთულობა არის თან. ჩtildeებში თუ არიარეთ, გაგესხდება თავი. ან სულასია, ან ამ დროს ხასი. ძალიან სიცხეში თუ არა. ავი ამნაირ სიცხეში ხავს გაფერცხლო. რაღაც ლამაზი ადგილები. აქ საფრანგეთის დროშები კიდეა. გააწერია. რაღაცა მოხდი ჩემ ქვევით. რა არის არ ვიცი. ლელამაც არ იცის რა არის. მაგრამ ლამაზი ადგილი არის. ეს ამნაირ ადგილებმა ტურისტების მოზიდვა იცის. და კიდე გვარავინ არ იცის, გამოდის 1 და 2, მე ყველა მოყვება და აი აილა ვიყურებით ესე გემრიელად შეგნით რა ხდება. არავინ არაფერი არის. სურათები შეგიძლიათ გადაიღოთ. აი იგი ხო ყველაფერს მომუძებნისაც უყვეთ. მაღალი საზოგადოების სრულებები ტარდება თუნი აქ და გამოფენები, რაღაც კოქტეილები, შეკრებები. თავრობა და რაღაცა იკრიბება ამ ველი შენობა, ყოველთვის ახ ისტორიული. კაი, შიგნით ვარ შეგუშვებენ, არ გვინდა ხან რა. წავედ, აი აკროპოლი. აკროპოლი ჩანს აქედან. ეს არის ეროვნული ბაღი. მეფეების დასასვენებელი ადგილი. აქ მეფე წამოვიდოდა ცხენით, ამ ფეხით. მოსეირნობდა თავისთვის გემრიელად. ვა, რა ლამაზია. დამხელა პალმებია შეხედე. ცოტა ხანში აღმაშენებელზე ჩვენთანაც შეიზრდება. ცხოველები არის სადმე? ვა. არის ხო. ხოლმე და პირველთა. რომელია? ოჯახს რა. აი, არისტოტელეს ბიუსტი.
ძალიან სიცხეა. არ მინდა არსად რა შეძებს დაგაინტერესა? არა გეიზახენ რომ გაბოდისტრია მართველი ხო და ბევრი რამ შექმნა ესე იგი საბერძნეთ დიპლომატი ყოფილა ფილოსოფოსი მეცნიერი ექიმი შექმნა ეროვნული ბანკი საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსული დასახლება მან შექმნა აპოდისტრია აჯანყებაში და იყო მონაწილე რუსი იყო? მან შედაბადებული საბერძნეთში მაგრამ მგონი რაღაც ძველი წარმოშობა აქვს რუსული ამდენი რომ ვილაპარაკეთ. ეგია კაბოდისტრია. ეს მწვანე სკამები რამეს ხوار გახსენებს? არის ბულბოია ძალიან ბევრი ფრინველები არიან. ხიკვები, ოფოფები, რაღაცეები. ახში არის პატარა ზოოპარკები, კვატები ყავს. კვატების გარდა რა არის ნეტავია? ხიხვები. აი ეს პატარა სანამ პატარა თხას გავს, მე სანამ არ ვეღუნებათ ეს რქები. თუთი ყუშები აგერ დაფრინა ამბება. ეხლა რამდენი არის? აი თუთი ყუშებს ბუდეები აქვს გაკეთებული ხეებზე. პირველად ნახე ამნაირი რაღაც. აი როგორ ბუდეებს აშენებენ შეხედეთ. ზემოთ კიდე რამდენია. აი, ოჯახი ცხოვრობს თუთი ყუშები. ფისო ცხოვრობს აგერ მეფეების ბაღში და გულაობს, ია წამომჯდარიან შეხედე. მიდი. აგენავლება. ხალხი აჭმევს კვატებს, მტრედებს. რა კაია ლამაზი ტბა არის. რამდენი კუები არიან? გადმოტრიალა. ბევრი ერთად ძალიან ლამაზია ეს კუები. აი ესენი ქვემოთ, აი როგორ არიან, აი სვალობს ავიდა და აი ეს შეხედეთ. ყველაზე ავიდა, სვერვალი დაიპყრო, შეხედეთ. აი როგორა. ისე დგას იქანა ევერესტი დაიპყრო, ვითომ აბა გაჭიმული. ეს არის პარლამენტი საბერძნეთის. ესენი არიან პრეზიდენტის საპატიო დაცვის წევრები. მოდიან. ეს ცერემონია ტარდება ზეში, წვიმაში, თოვლში, ქარში, რაც არ უნდა მოხდეს, არ არსებობს რომ ეს ცერემონია არ ჩატარდეს. მიტინგიც რო იყოს და რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველ საათში ერთხელ ეს ცერემონია ტარდება აქ. ახო კიდე შაბათ კვირას 11 საათზე ამ შეცვლის უფრო დიდი და გრანდიოზული ცერემონია ტარდება. კარგი, წავედით ახლა კავიტოზე ავდივართ. საბაგიროს ბილეთი ღირს, თუ აგიყვანოს და ჩამოგიყვანოს 13 ევრო. აი და მარტო ასვლა თუ გინდა, მარტო ასვლა ღირს 10 ევრო. 3 ევროს გულისთვის, მაგრამ ჩამოდიქე მაინც აღარ არის. იგედევა ნენელა. ჩაკეტილესებს ერთსაც არ ვაყურ. ეს რა თქინდა სათვალე, ამ სიგნალებს. რა თვალები დავხურდა. მე მეგონა უნდა გაგვევლო რაღაცი, ხელა რომ რაღაცა ხაზი აგვიყვანდა და ეს, მაგრამ მოგვიყვანა თორსიო.
რა მაგარია. გალამაზია. ეს ადგილი ყოფილა ყველაზე ძვირადღირებული ადგილი. ვიდრები ცხოვრობენ. ყველა სახლი არის თეთრი და დაბალი, რაღაც დამახასიათებელი სახლები არის. აი სადაც აი უყურეთ მაღალი შენობა, აი იქ რაღაც კონტექსტიდანაა ამოვართმილი. არის ეკლესია. გამოვედით აგერ ლიკავიტოზე. ძალიან ლამაზი ხედები იშლება თელ ათენზე. 1-2 სიტყვით. არის პატარა მთა, რომელსაც არის სასწაულმოქმედი წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ძალიან აფასებენ ბერძნები. ბერძნებისგანაც გაგონდა წამიკითხია. თუ აქ თავს იყდნენ მგლები ოდესღაც. ლიკოს ნიშნავს მგელს. მთა, რომელსაც გროვდებოდნენ მგლები. არ ვიცი რამდენად შესაბამისს. ასეთი მითი არსებობს. ყველაზე მაღალი ადგილი არის ეს ადგილი და მთელი ათენჯან. რა ფერ არის იცი? ასე მგონია, ჯერ ეს იყო და ამის გარშემო ააშენე მთელი ათენი რა. აი, ისტორია ვისაც გიყვართ, ათენი არის ისტორიული ქალაქი. აკროპოლი მოჩანს ამ ადგილიდან. აი, ძველი ისტორია ბერძნების. ბერძნების კი არა, კაცობრიობის ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ადგილს. 1 ევრო ღირს 2 წუთი და 2 ევრო ღირს 4. ჩავაგდებს და მთელ ათენს გადავხედავთ. აი იქ სხვაც ჩანს, კუნძულები ჩანს. აი ნახოთ აბა. შიგნით მithwen რომ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ პატარ-პატარა რაღაცები მაინც გადავიღე და გაჩვენებ კადრებს აი. კაფე არის ლიკავიტოზე და ძალიან ლამაზი ხედები იშლება ამ კაფედან რა. რა ღირს ნახოთ აბა. ნახება. გადავიხადე მოგვიტანებ. აი, აი ლამაზ ადგილზე უნდა დავიждეთ. არის და პარატონი. Thank you. Yeah. ავასან ახლა პორტჩიკი წყალის. ამათი წესია. ავას წლის გარეშე აიმოვიტანე. არწოჯახში. ამ ხედზე აი გასაჯდომია. რა სიტყვები? და ცოტა ხანს უკავშირდება და ხედით მასიანა. ისე არ ლაპარაკობდა. ლუდი ეს ძალიან გემრიელია. ალფას აუტეკეში, მართლა ალფა. არც ისე ძვირი არ არის, ყავა და რამეა. ახლა ამომიაზე ის ბრალო იმაში რომ 2.5 კაცი სამამ. აქ რა ღირა? 5 ევრო. ძალიან ძვირი არა. 5 ევრო ხოშტალაფე. არც ისე ძვირი ახლა. არც ისე ძვირია, კი. ჩვენთან ტურისტულ ადგილებში იმნაირი ფასებია, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. აი ახლა ცოტას დავისვენებთ აქ ვილაპარაკებთ ჩვენში და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. აი როგორც კი გამოხვალ იმ პატარა საბაგიროდან, ასე ჩამოდიხარ პირდაპირ კიბეებით. ტაქსში 7 ევრო გადავიხადეთ, მაგრამ მეები ურტყათ ან საცობი იყო და ასე უნდა ჩავიდეთ. არ იქნება შორ ჩემი აზრით. აი რანაირი პატარ-პატარა ქუჩებია. ამოსვლა კი შეიძლებოდა, მაგრამ ამოსვლა უფრო რთული იქნებოდა. ალახნის კიბეებით არა, მაგრამ რა უჭის რა. ირმას არ ვაცადოთ გადაღება. რა იყო მართლა? Ja, perfekt. თავარი ღირსშესანიშნაობა ათენის რაც არის, მოვედით. მეტროთი თუ ამოხვალთ, ეგრევე მივხვდებით, რომ აკროპოლთან ხართ ახლოში. ეგია ძველი ბერძენი ბოშების სათამაშო, პატარა ცხენი. წავედით ახლა და მეტროდან რა ვარც კი გავალთ, მე მგონი უნდა მოვხვდეთ აკროპოლთან. ამოვედით. ტურისტული ადგილი არის. ძალიან ბევრი ხალხი. ამოაბა ახლა ნახოთ, სად არის შესასვლელი. რიგი არის ყველა. ამბავი. Thank you. 30 ევრო ღირს ბილეთი, 2 ბილეთი ვიყიდეთ. ანუ 60 ევრო დაგვიდგა. შემოსვლისას მიკროფონი წამართვენ, მეორე მიკროფონი მქონდა. ის აღარა მაქვს თავზე. ხარი რო დაახშოს, ხრიშინის ხმა იქნება და აპატიეთ. მე მინდოდა რომ არ ყოფილიყო, მაგრამ წამართვენდა. აქ იქნებოდა რაღაც რანაირი, იცი? ძველებური სტენდაფები გაიმართებოდა, გამოვიდოდნენ სცენაზე და რაღაცებს იღადავებდნენ რაღაცა. ტურისტულ ადგილებში ძვირი ეღირებოდა წყალი, მეგონა, მაგრამ არა. აქაც 50 ცენტი. ამგენმა არ იციან რაცა ფული შოვნა. ტურისტული ადგილია, ხო, სიცხი არის, ხალხს წყალი უნდა უეჭველი და დააწერე 5 ევრო. აი იქნება ეს. არც არაფერი.
ხალხი მომზადებულია აკროპოლზე ასასვლელად. გამოწყობილები არიან ძველ ბერძნულ სტილში. აი შეხედეთ ამდენი ხალხი. ამოვედით. მიკროფონს მალავ ახამე აქ რომ ყველგან დაცვა და არ მინდა მეორეც დამარხანა. უფრო შთამბეჭდავად გამეიღურება ახლოდან. ხელი ასე იმიტომ აქვს, რომ ქარისხმა არ გაიგონოთ. ისტორიის მოყოლას ახლა არ დაგიწყებთ, იმიტომ ყველა მიცით ამის ისტორია და მე კიდე ჩემი მოყოლილი ისტორიები არ გაინტერესებთ არავის. გადავყვები, ან ვისწავლი ყველაფერს, მოვყვები და აქ 200 ნახვა და ერთ სისულელეს ვიტყვი და იმას აქ 10,000-ობით ნახვა და აღარ გინდათ ისტორიები და გამოდით ახლა და მე რას ვიტყვი ამაზე? იგენი მეისმინეთ. ზევით აბა ირმას ფოტო უნდა ყველგან, მე ფოტოების გადაღება არ მიყვარს. თან ირმა შეყვარებულია ძველ ბერძნულ ისტორიაზე და რა ვიცი ახლა რა ვქნათ. კულტურა და ისტორია საბერძნეთს არ აკლია ნამდვილად. სამ ადგილს რო უყურებ, რაღაცნაირად სიძველის შეგრძნება მაქვს და ძველ დროში ბრუნდებისავით რა. კაი აქაურობა, მაგრამ მე მიყვარს ქუთაისი, ჩემ ქუთაისი, ბაგრატი. 30 ევრო გადავიხადეთ კაცზე აქ ამოსვლაში და ასე უფასოდ არ უნდა ვატაროთ ბაგრატზე ხალხი მე რაღაცა ისევ ვფიქრობ. ერთი 10 ლარი მაინც რო დავადოთ ფასია ფოტო რა ხდება გამაგები არ მინდა ყველას უნდა იქედან ახლოდან გადაიღოს ფოტო და ვიდეო და არა და აქედან უფრო კარგად ჩანს ყველაფერი მთლიანად ჩანს ხო ჩანს მთლიანად ამიტომ უნდა გამოიყენო რაღაც ხრიკები და იმდენ ხალხში რო არ მოგიწიოს ფოტოს გადაღება ვიდეოს და ასეთი რაღაცები შეგიძლიათ ნახოთ იმნაირი ადგილი სადაც ხალხი არ არის და იგივე ხედი იქნება შეიძლება იგივე კი არა უკეთესი ხედიც გექნება თქინე 45 გრადუსს წერს ტელეფონი ტემპერატურას და მაგირო 45 წერს წარმოიდგინე ალბათ 50 გრადუსი არის სიცხეში მოვხდე ვიწვი აღარ შემიძლია წევით ყველაფერი არის დიდი და გრანდიოზული აი ეს კარებიც რამხელა არის ადრე დიდი ხალხი ცხოვრობდა თუ რა თუ სიმდიდრეს მოქონდა ეს სიდიდე მე და აი კარგი წავედით ნენელა იმიტომ ძალიან სიცხე არის და რამეს უნდა მევეფაროთ აგვარტყამს მზე არ შეიძლება მოდიან ტურისტები ყველგან ტურისტები არიან თუ გინდა რამე გადაიღო დრაკონი უნდა დაამარცხო რაფერაც მე ვიტყვი ხოლმე ასე ცარიელ ადგილს ვერ ნახავ ვერსად მე მეორედ ვარ აკროპოლზე თან ვიდეო გადავიღე და თან ირმასაც უყვარს აკროპოლი და როცა ათენში მოხდებით მოვდივართ ავი კარგი სანახაობა არის ზემოდან მთელი ათენი ჩანს ხედა მეორე მხრიდანაა გასასვლელი მაგრამ მე დავბრუნდი ისევ ამ გამოსასვლელიდან იმიტომ მიკროფონი წამართვენ და მიკროფონის დასაბრუნებლად აქედან ჩამოვედი ასეთი გამოვიდა ათენის ღირსშესანიშნაობები სადაც მივედი და სადაც მოვახერხე ათენში ბევრად მეტი რამე არის სანახავი მადლობა რომ დროს მithმობთ და მიყურებთ აგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე